ჩემი მამაპაპის საბუთები მაქვს ამოკრებილი, მთელი საბუთები, რომ ჩვენ ცხოვრობთ საირმეში, გვაქვს იქ ყველაფერი არქივიდან ამოღებული მაქვს ყველა საბუთები, მაგრამ ვერ გავიფორმე. ადრე არ არსებობდა ეს საჯარო რეესტრი, ამის მიხედვით მე არ ჩამითვლია იმათ, რადგან ჩვენ 116 წელიწადია საირმეში ვცხოვრობ და არ ჩამითვლია საჭიროდ, რომ მე ეს გაფორმებულიყო ჩვენ, იმიტომ რომ გვეუბნებოდნენ თქვენ აქედან არავინი არ გაგიშვებთ, რადგან ხართ ერთ-ერთი გვარი არსებობთ ამ საირმეში ფიფიები, რომლებიც უნდა იყვნენ აქ. მაგრამ ეს არ გამოვიდა მართალი და რადგანაც არის ცდელობა, რომ ჩვენ წაგვართვან ეს ჩვენი საკუთრება. მე ვარ გაჭირვებულ მდგომარეობაში, მე გავყიდე ჩემი საკუთარი სახლი და ეხლა ვარ შემოფარებული საამქროში, რომ აღარ მაქვს არანაირი თავშესაფარი სხვა. გითხრით, რომ ესე იგი უნდა ჩავიდე ეკონომიკის სამინისტროში და გამოვისყიდო მე ჩემი მამაპაპის მიწა. რატო ის იგულისხმის, როცა რომ ჩვენ იქ ვცხოვრობთ ამდენი წლის განმავლობაში და მე რომელსაც არ მაქვს არანაირი საშუალება და ვცხოვრობ აგერ რაღაც შემოხიზული ვარ, რაღაც დანგრეულ შენობაში, მე საიდან უნდა გამოვისყიდო ეს ბაბუაჩემის მიწა 0.75 კვადრატულია ჰექტარს უკვე 25 მეასედი და ჩვენ ვინც ვართ კომის შემადგენლობა, აი აქ უნდა დავსახლდეთ სულ ყველა. ჩვენი ბაღდათის ცენტრში მივალ და დავიწყებ იქ შიმშილობას. შემიძლია გადავისხოთ ბენზინი და კიდევაც დავიწვი, რომ მე იმ მიწას არავის არ დაუთმობ. გაგიდა ვითხარით, ეს მიწა არის სახელმწიფო მიწა, მოქცეს დავალება, მეტეოსადგური განათავსება და ვათავსებთ. მეტეოსადგური, ადამიანს ამაზე რომ გაკეთებულიყო. ამ ადგილზეა გაცული ის სიმაღლე და ის ნორმები, რაც მეტეოსადგურს ეკუთვნის და რატო უნდა გაკეთებულიყო, მითხარით, თქვენ რა წარმოადგენთ აქ? სახლზე გვედავებიან, აყარ გადეიტანე სახლიო და მე ჯერ ვერ გავაკეთე ის არ მქონდა მისი დროც, ზამთარი დადგა და ვერ გადავიტანე და გამომიყევით მეთქი ფართი, სადაც სახლი დაიძბება და გადავიტან მეთქი და ამის თაობაზე არანაირი შედეგი არ მოყოლია. მეტეოსადგურის წარმომადგენლები იყვნენ ჩამოსული, აქ ვაჩვენეთ ადგილები, რამდენიმე ადგილი, რელიეფის ნორმების და ტერიტორიის მიხედვით შეირჩა მისაღებად ეს ადგილი უნდა იყოს ზესთან მიმართულებაში, სიმაღლე უნდა იყოს დაცული ესეთი რაღაცეები და შეირჩა ეს ადგილი. მივიღეთ დავალება სასწრაფოდ ვალდებულების შესაბამისად 20-25 კვადრატი, ჩემი ხელმძღვანელობისგან 20-25 კვადრატი, სიტყვიერი დავალება მივიღეთ, რომ გაგვითავსები, ვაგონი იქნა გამოგზავნილი თბილისიდან და უნდა დაგვედგა აქ. მე ვუთხარი, რომ საკულტო ზონაში არ შევაესაბა თუ არ დაიკანონეთ, ესე ამასაც მოუწევს ისევე გადატანა.